თბილისი ყველაზე მასშტაბური რიგით მე-17 საერთაშორისო ჯაზ ფესტივალისთვის ემზადება, რომელშიც მონაწილეობას მიიღება მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. ვარსკვლავურ ბენდებთან ერთად ჯაზ ფესტივალში ქართველი ახალბედა მუსიკოსებიც ჩაერთვებიან. მუსიკალური ფესტივალი 23 ოქტომბერს დაიწყება და 27-მდე გაგრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კულტურული მოვლენა რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალი სწორედ ასე გაიხსნება. 23 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ამერიკელი გიტარისტი ალდი მეოლაავა. ამავე დღეს ქართველი მსმენელი დომინიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ პიანისტ მიშელ კამილოსა და მის ტრიოს მოусმენს. მომდევნო დღეს ფესტივალი ივენთ ჰოლში გადაინაცვლებს. სწორედ აქ შეხვდებით ანათ კოენის კვარტეტს. კოენის შემდეგ სცენაზე დრამერ ჯორჯ მელის, იგივე გიორგი მელიქიშვილის ბენდიავა. ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი საქართველოში 20 წლიანი პაუზის შემდეგ სპეციალურად ჯაზ ფესტივალისთვის ჩამოვა. ეს მრავლად არიან ქართველი ჯაზ შემსრულებლები, მაგრამ სხვა კუთხით მოусმენენ ჩვენი მსმენელები და ეს იქნება მართლაც ისტორიული ფესტივალი, იმიტომ რომ ჯულიარდს და ბერკლის დამთავრებული ჩვენი სტუდენტები მოდიან A-კლასის მუსიკოსების ბენდებში. ვამაყობთ იმით, რომ ვართ Eastern Promotion-ის პარტნიორები უკვე მრავალი წელია და წლევანდელი პროგრამა შემოდგომის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. არა მარტო იმ ვარსკვლავებით და შემსრულებლებით, რომლებიც ყოველწელს უფრო და უფრო საინტერესო და მასშტაბური ხდება, არამედ იქნებიან ნიჭიერი ქართველი შემსრულებლებით. 25 ოქტომბერს თბილისის ივენთ ჰოლში თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული გიტარისტის დევიდ ფიუჟინსკის კონცერტი გაიმართება. ფიუჟინსკის ბენდში ქართველი მუსიკოსი პიანისტი გიორგი მიქაძეცაა. მომდევნო დღე ენდი შეპარდის ვარსკვლავურ ბენდს დაეთმობა. ამავე დღეს ფესტივალის სტუმრები როი აიერსაც მოусმენენ. Everybody loves the sunshine. Sunshine. Yeah. ასევე შეახლე ორი გამოფენა, რომელიც ჩატარდება ერთი საკონცერტო დარბაზში, ფოიეში, გახლავთ დავით ჭედიშვილის გამოფენა ჯაზურ თემაზე და გამოფენას ქვია ზუსტად ესე ოლზე ჯაზ. და მეორე გამოფენა, რომელიც ისე გალერეაში, ეროვნულ გალერეაში იქნება ერთი კვირის განმავლობაში, ეს გახლავთ განაცნობილი ფოტოგრაფის ქრისტიან როუზის ფოტოგამოფენა. მაილს დევისი, ბობ მარლი, ჯიმი ჰენდრიქსი, ელა ფიჯერალდი. ეს ფოტოები კრისტიან როზეს ეკუთვნის. ეროვნულ გალერეაში 22 ოქტომბერს სწორედ მისი უნიკალური ნამუშევრები გამოიფინება. ჯაზ ფესტივალის პირველ საკონცერტო დღეს კი თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიე ქართველი მხატვრის ექსპოზიციას სახელწოდებით All the Jazz უმასპინძლებს. გამოსახულები არიან ჯაზ მუსიკოსები, ლეგენდები, ერთ-ერთი მათგანი ჟილ სკოტ ჰერონი, დაღატული ხეზე აკრილის აღებავით. სულ იქნება 33 ნამუშევარი და წლევანდელი ფესტივალის ვარსკვლავების იქნებიან. 27 ოქტომბერს რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს 4 გრემის მფლობელი ბასისტი სტენლი კლარკი დახურავს, რომლის ბენდის შემადგენლობაშიც ფესტივალის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ბექა გოჩიაშვილი იქნება. ფესტივალი ტრადიციულად კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ეგიდით ხორციელდება. ბილეთების ფასი კი 20 ლარიდან იწყება.